ყოველი მეხუთე ადამიანი ცხოვრების რაღაც ეტაპზე იღებს ანტიდეპრესანტებს. ადამიანებს გონიათ, რომ ანტიდეპრესანტები არიან აი ძლიერი დეპრესია, ვისაც აქვს ღრმა დეპრესია, ადამიანს მხოლოდ მაგ დროს იღებენ. სინამდვილეში ესე არ არის. ანტიდეპრესანტებს ძალიან ბევრი სხვა გამოყენება აქვს, მაგალითად, შფოთვის საწინააღმდეგო, აკვიატებების საწინააღმდეგო, პანიკური შეტევების დროს, ძილის მოსაწესრიგებლად, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს, თავის ტკივილის დროს, ნერვების ტკივილის დროს, ემოციური კვების დროსაც მიიღება. შესაბამისად, ანტიდეპრესანტებს აქვს უზარმაზარი სპექტრი, რა დროსაც გამოიყენება და ადამიანების ნახევარმა არც კი იცის, როცა ანტიდეპრესანტებს იღებენ, რომ სინამდვილეში ანტიდეპრესანტებს ღებულობენ, იმიტომ რომ გონიათ, რომ სხვა რაღაცის წამას იღებენ, რადგან ის რასაც მკურნალობენ, დეპრესია ნამდვილად არ არის. დღეს ვისაუბრებთ, როგორ უნდა გავარჩიოთ ანტიდეპრესანტები, რა დროს რომელი ინიშნება, რადგან ბევრნაირი ანტიდეპრესანტი არსებობს და რომელი მდგომარეობის დროს როგორი ანტიდეპრესანტია ყველაზე სწორი, როგორი განსხვავებული ანტიდეპრესანტები არსებობს, ანუ სხვა კლასები არსებობს ანტიდეპრესანტების, როგორ გავარჩიოთ და რომელი რას აკეთებს და რომელს რა უარყოფითი მხარეები აქვს, რომელია მათ შორის საუკეთესო და რომელია მათ შორის ყველაზე უსაფრთხო. ეს თემა ასე ჩაშლილი სამედიცინო უნივერსიტეტებშიც მე არ მომისმენია ყოველ შემთხვევაში, ამიტომ ვისაც გაინტერესებთ უშუალოდ მედიცინის სტუდენტებისთვისაც ძალიან საინტერესო თემა იქნება, რადგან ანტიდეპრესანტების ორგანიზებული ფორმით წარმოჩენა იშვიათად ხდება ხოლმე. აი დღეს ამაზე ვისაუბრებთ. ანტიდეპრესანტები თავიდან აღმოაჩინეს როგორც ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატი, ეძებდნენ მოკლედ ტუბერკულოზის საწინააღმდეგო წამალს და შეამჩნიათ, რომ ადამიანებს რასაც აძლევდნენ, აი კაი ხასიათზე აყენებდა იმ ადამიანებს და იცინოდნენ, იყიმოდნენ და კარგად იყვნენ, მაგრამ მათ დაავადებას არაფერი არ შველოდა ის უბრალოდ კარგ ხასიათზე აყენებდა და ეგ იყო მთელი მუღამი, რითიც მიხვდნენ, რომ ეს არ შვებოდა იმას, რომ ინფექცია განეკურნა, არამედ უბრალოდ კაი ხასიათზე აყენებდა ადამიანებს. ეს მოხდა 1950 წლების დასაწყისში. და მე აღმოაჩინეს, შეისწავლეს და ნახეს, რომ აღმოაჩინეს სინამდვილეში მაოს ინჰიბიტორები ამ დროს. ეს ნიშნავს, რომ მონოამინ ოქსიდაზა, ესეთი ფერმენტია ჩვენს თავის ტვინში, რომელიც შლის ადრენალინს, ნორადრენალინს, დოფამინს, სეროტონინს და ეს ნეიროტრანსმიტერები ადამიანს კაი ხასიათზე აყენებს და თუ ბლოკავს ამ მონოამინ ოქსიდაზას წამალი, აღარ იშლება ის სეროტონინი და დოფამინი და ადამიანი კაი ხასიათზეა მე. და აი ეს აღმოაჩინეს თავიდან და ამით მიხვდნენ, რომ რაღაცა საინტერესოსთან ქონდა საქმე და 10 წლის მერე უკვე ნახევარი მსოფლიო იყენებდა ანტიდეპრესანტებს. თავიდან დავიწყოთ ადამიანს აქვს თქვათ სუფთა დეპრესია. ან დეპრესია როგორია, როცა გუნება განწყობილება დაქვეითებული აქვს ადამიანს, რაც უხარო და ისინი აღარ ახარებს, დეპრესიულ განწყობაზეა და შენელებულია, უიმედოდ არის, აპათიაშია, სიამოვნებას ვეღარ იღებს იმისგან, რისგანაც ადრე იღებდა. შეიძლება კითხვა ან წიგნების ყურება ან ასე შემდეგ. ან მეგობრებთან ურთიერთობა და განრიდებულია ამ სოციალურ ურთიერთობებს. კლასიკური დეპრესია. ასეთ დროს ყველაზე პირველი სამი, რასაც ნიშნავენ ხოლმე და რომელიც ყველაზე თავად მიიჩნევა, არის ეციტალოპრამი, სერტრლაინი და ფლუოქსეტინი. ეს სამი პრეპარატი, ზოლოფტი შეიძლება გაგიგიათ, მათ ბრენდული დასახელებია. ესენი სამივე არის სეროტონინის სელექციური უკუმუტაციების ინჰიბიტორები და რას ნიშნავს ეგ? ჩვენს თავის ტვინში გამოიყოფა სეროტონინი, რომელიც ადამიანს აყენებს კარგ ხასიათზე და აუცილებელია ხასიათის სტაბილურობისთვის. კაი ხასიათზე არ იგულისხმება, რომ კაიფში კი არ ჩაგაგდებს, უბრალოდ ცუდად არ ხარ, ეგ არის. ეს ანტიდეპრესანტები დიდხანს ტოვებენ სეროტონინს აქტიურს, მოკლედ, სინაფსურ ნაპრალში, ან ნეირონებს შორის და ეს აქტიურია სეროტონინი მეტხანს და ადამიანი უკეთესად არის ჯამში. აი ამას აკეთებს, ანუ სეროტონინის ხელმისაწვდომობას ზრდის. ადამიანს ნაკლებად აქვს დეპრესიის სიმპტომები და ძალიან ეფექტურია სამივე. ყველაზე
უსაფრთხო ამათ შორის ეს ციტალოპრამია, ეს ციტალოპრამი მიიჩნევა ყველაზე სელექტიურად, რომელიც მხოლოდ სეროტონინზე მოქმედებს და სხვა არაფერზე არ მოქმედებს და ასაკოვნებშიც ასევე ხშირად პირველად ვინც იყენებს ან წამალ შორის ურთიერთქმედებების როცა ეშინიათ და ასე ყველაზე უსაფრთხოდ მიიჩნევა მოკლედ ეს ციტალოპრამი, აი რო არიცი რომელი მაგ დროს ეს ციტალოპრამი მიიჩნევა რომ აი ძალიან უსაფრთხოა. მეორე არის სერტელაინი, ეს სერტელაინი არის როგორც ცოტა უფრო თან მატონიზირებელი, ცოტა უფრო თან სტიმულანტი, ანუ ძირითადად სეროტონინზე მოქმედებს, მაგრამ ასევე მოქმედებს დოფამინზეც და ნორადრენალინზეც ცოტათი, განსაკუთრებით მაღალი დოზებით. ამიტომ რომ უფრო მეტად мотивაციას აძლევს ადამიანს, უფრო სტიმულანტის ფუნქციაც აქვს მცირედ გამოხატულით განსაკუთრებით მაღალ დოზებში და ამიტომ რომ იმ ადამიანებს რომელსაც სუსტი ენერგიით აქვთ და აი დაღლილობით და ასევე შფოთვები ვისაც აქვს, მათ შემთხვევაში სერტელაინი მიიჩნევა საუკეთესოდ. სერტელაინის ყველაზე ისეთი ცნობილი დასახელება არის ზოლოფტი, თუმცა ძალიან ბევრი დასახელებით გამოდის, ამიტომ რომ ყოველთვის ჯობია რომ მთავარი დასახელების, ანუ ჯენერიკული ფორმის სახელი დაიმახსოვროს ადამიანმა. მოკლედ სერტელაინი არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, როცა ადამიანს აქვს დეპრესია, უენერგიობა, სისუსტე. მესამე ფლუოქსეტინია. ფლუოქსეტინიც არჩევის პრეპარატია ძალიან ბევრ შემთხვევაში. ეგეც რაღაც დოზით მოქმედებს დოფამინზე და ნორადრენალინზე და ენერგიას აძლევს ადამიანს და უფრო აქტიურს ხდის. და თან ნახევარდაშლის პერიოდი აქვს გახანგრძლივებული, რაც ნიშნავს, რომ დიდხანს მოქმედებს და ორგანიზმში რჩება რამდენიმე დღე და იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ხშირად ავიწყდებათ ხოლმე წამლების დალევა მაგალითად და დღის გამოტოვება, ასე უწევთ ხოლმე, ასეთი ადამიანებისთვის იდეალური არის ხოლმე ფლუოქსეტინი ყველაზე ხშირად და განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, რომელსაც მეტი ენერგია უნდა დღის განმავლობაში ძალიან აქტიურები არის. ოღონდ გასათვალისწინებელია, რომ დილით ისმევა ეს პრეპარატები, განსაკუთრებით სერტელაინი და ფლუოქსეტინი, რადგან იწვევს აგზნებადობას, აგზნებადობაში გულისხმობ, რომ უფრო აქტიური ხდება ადამიანი და ღამე შეიძლება არ დაეძინოს, აი ამ მხრივ. შესაბამისად, ყველაზე ბრჭყალებში უსაფრთხო არის ეს ციტალოპრამი და ადამიანს თუ მეტად შედარებით აქტიურობა ჭირდება, ენერგიულობა ჭირდება, მაშინ შფოთვებიც თუ აქვს სერტელაინი, უფრო ახალგაზრდებისკენ, მაშინ ფლუოქსეტინი. რაც შეეხება ბრენდულ დასახელებებს, ფლუოქსეტინის ბრენდული დასახელება ყველაზე ხშირი არის პროზაკი და ეს ციტალოპრამის არის ციპრალექსი. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სხვა ბრენდული დასახელებებითაც გამოდის, ამიტომ ყოველთვის ჯობია რომ ჯენერიკის დასახელება დაიმახსოვროს ადამიანმა, ან მთავარი მოქმედი მოლეკულა რაც არის და მოლეკულა ამ შემთხვევაში ფლუოქსეტინი, სერტელაინი და ეს ციტალოპრამი. ახლა ვთქვათ შფოთვები როცა აქვს ადამიანს, ან შფოთვების პლუს დეპრესია, ან ვთქვათ მხოლოდ შფოთვები. ამ დროს რომელი ანტიდეპრესანტები გამოიყენება? ამ დროსაც ანტიდეპრესანტები გამოიყენება. შფოთვებში რა იგულისხმება? შფოთვები არის, როცა ადამიანი ღელავს ზედმეტად, ღელავს მუდმივად, გამუდმებით, აქვს მუდმივად ცუდის მოლოდინი, მუდმივად ერთი და იგივე რაღაცებზე ნერვიულობს, ან სხვა რაღაცებზე, მაგრამ ძალიან ნეგატიურად და ამ ფიქრებს დაუსრულებლად ატრიალებს. შეიძლება შემდეგ პანიკური შეტევებიც მოყვეს ამას, როცა ადამიანი უსაფუძვლო ძლიერი შეტევითი შიში ემართება ადამიანს გულისცემის აჩქარებით, ოფლიანობით, სუნთქვის გაძნელებით, ესენია პანიკური შეტევები. ამ დროსაც ანტიდეპრესანტები გამოიყენება, ამ დროს ყველაზე პირველი არის სერტელაინი, რომელიც ასტაბილურებს მდგომარეობას და ძალიან ეფექტურია მოკლედ. მეორე რომელსაც იყენებენ ხოლმე არის ეს ციტალოპრამი, უფრო უსაფრთხო ვერსია მოკლედ, თუმცა ამ სერტელაინს უსაფრთხოდ მიიჩნევა, მაგრამ აი
ბოლომდე დაზღვევა როცა ასაჭირო, მაშინ ეს ციტალოპრამი და პაროქსეტინი გამოიყენება ხოლმე კიდე რთულ შემთხვევებში, ოღონდ პაროქსეტინს ბევრად მეტი გვერდითი ეფექტები აქვს. ამიტომ შედარებით უფრო რთულ შემთხვევებში გამოიყენება, როცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წამალი მიიღოს ადამიანმა. უმეტეს შემთხვევას, როგორც წესი, სერტლაინი მართავს უპრობლემოდ. ახლა მესამე მნიშვნელოვანი გამოყენება ანტიდეპრესანტებს აქვს ობსესურ-კომპულსიური აშლილობის დროს. ობსესური-კომპულსიური აშლილობა როგორია? ეს არის როცა აკვიატებები აქვს ადამიანს, აკვიატებული ფიქრები, ოღონდ მისგან დამოუკიდებლად, მაგალითად ეშინია მუდმივად თქვათ არ დარჩეს კარი ღია, ან მუდმივად არ დარჩეს ღია ცეცხლი, მაგალითად გაზზე, ან აირღუმელი, ან რამე ესეთი. არ დარჩეს მაგალითად მის ხელზე არ იყოს ბაქტერიები და ან ვირუსები და მუდმივად ნერვიულობს ამაზე. და ეს ფიქრები არის ინტრუზიული, ანუ განა თვითონ უნდა ან თვითონ მართავს, არამედ მოდის ეს ფიქრები და არ ასვენებს და ამის საპასუხოდ მე თვითონაც მუდმივად მოქმედებს. და მოქმედება არის მაგალითად მუდმივად ხელებს იბანს ყოველ 1 წუთში ერთხელ, ან კარს ამოწმებს ყოველ 3 წუთში ერთხელ, ან ამოწმებს ღუმელს და ესე. ანუ რაღაც მოქმედებას აკეთებს, რითიც ცდილობს რომ დააკომპენსიროს ის თავისი დისკომფორტი ფიქრებში, რომელიც ექმნება მუდმივი აკვიატებების გამო. ობსესურ-კომპულსიური აშლილობის მაგალითია სხვათა შორის, როცა ადამიანები არიან პერფექციონისტები, როცა უნდათ რომ მუდმივად სრულყოფილად გააკეთონ რაღაცა და თუნდაც მარტივ მაგალითია რომ მაგიდაზე თქვათ კალმები დაალაგონ სრულყოფილად სწორად და მათში ძალიან დიდ დისკომფორტს და დისონანსს იწვევს მათ ტვინში ის ფაქტი, რომ შეიძლება ოდნავ აცელი იყოს ერთი კალამი არ იდოს ისე როგორც უნდა იდოს და ასწორებენ. ამ შემთხვევაში ანტიდეპრესანტები მუშაობს და ანტიდეპრესანტი ეფექტურია. ამ დროს იყენებენ ფლოქსეტინს, სერტლაინს, ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო საშუალებები. ამ დროს ეს არის ეს ორი, რომელსაც იყენებენ და პირველი რიგის პრეპარატები ამ შემთხვევაში. შემდეგი გამოყენება, რა დროსაც იყენებენ ანტიდეპრესანტებს, არის ნევრალგია, ნევრალგიური ტკივილი. როგორია ნევრალგიური ტკივილი? ეს არის როცა უშუალოდ ნერვი ტკივა ადამიანს. ზოგადად შეიძლება რომ აი ანთება კონდეს რაღაცა ადამიანს და ანთების გამო ნერვი აღიქვას ამ ანთებას და ტკივა. ეს გასაგებია, მაგრამ როცა თვითონ ნერვის ანთებაა მაგალითად, ან თვითონ ნერვი ზიანდება, აი ამას ეძახიან ხოლმე ნეიროპათიულ ტკივილს ან ნევრალგიას და ამ დროს გამოიყენება ასევე ანტიდეპრესანტები. რა შემთხვევებია ესეთი? მაგალითად დიაბეტური ნეიროპათია, როცა ნერვები ზიანდება მაღალი შაქრის გამო, როცა ქრონიკულად მომატებულია გლუკოზა სისხლში, ის აზიანებს ნერვებს, სისხლძარღვებს აზიანებს, კვება უმცირდება ნერვებს, ნერვები ზიანდება და ნეიროპათიული ტკივილს იწვევს, რომელიც მძიმეა ბევრ შემთხვევაში. მეორე მაგალითი, სამწვერა ნერვის ანთება, სახის ნერვია ეს სამწვერა ნერვი, რომელსაც ძალიან ძლიერი ტკივილი ახასიათებს, ეს ელვასავით გეგონება ურტყავს ესეთ ძლიერი, ძალიან შემაწუხებელი და ძალიან ძნელია ადამიანებს უჭირთ ამ ტკივილის ატანა და ძალიან ძლიერი ნევრალგიაა ეს. მესამე მაგალითი არის საიატიკა, ანუ რადიკულიტს რო ეძახიან ხოლმე, რომ თიაქარი როა წელის და მალა გამოვარდება მზმადის დისკი. მიაწვება ნერვის ფეხს და ეს ძლიერი ტკივილია, რომელიც გადაეცემა ფეხში და მთლიანად გაუყვება ბარძაყს, მუხლს, ფეხს. და ფეხი ტკივა ადამიანს გამჭოლად, ძლიერად, ელვისებურად და ზოგიერთ აუტანელი ტკივილია. ამიტომ ესეთი ნევრალგიების დროს და ნეიროპათიული ტკივილის დროსაც იყენებენ ანტიდეპრესანტებს. ამ შემთხვევაში ყველაზე
მთავარი ანტიდეპრესანტი არის ხოლმე ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ამიტრიპტილინი. ამიტრიპტილინი სეროტონის დონეს რდის და ნორადრენალინის დონეს თავის ტვინში და ძლიერია და ამ გზით არა მარტო თავის ტვინში, არამედ ზურგის ტვინშიც და ტკივილის აღქმას ამცირებს. და ამიტომ არის რომ ეს ნეიროპათიულ ტკივილს ანტიდეპრესანტები შველის და თან საკმაოდ დაბალი დოზით შველის. მაშინ როცა სხვა პრეპარატები ხშირად უძლურია ანტიდეპრესანტებს, ასეთ დროს შეუძლიათ ნერვული ტკივილის მნიშვნელოვანი შემცირება. ოღონდ უარყოფითი მხარეც აქვს ასეთ ანტიდეპრესანტებს, მაგალითად ამიტრიპტილინს, ადუნებს, პირის სიმშრალეს იწვევს, შეკრულობას იწვევს, თავის ტვინისთვის არ არის კარგი ხანგრძლივი გამოყენება, განსაკუთრებით ანტიქოლინერგული ეფექტი აქვს და ეგ თავის ტვინზე დამაზიანებლად მოქმედებს დროთა განმავლობაში. ამიტომ მისი ხანგრძლივი გამოყენება არ არის სასურველი, მაგრამ როცა სხვა გზა არ არის, მაშინ ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ნამდვილად. და ალტერნატივად გამოიყენება, მაგალითად თუ კი ნეიროპათიულ ტკივილს პლუს არის დეპრესია, ამ დროს გამოიყენება დულოქსეტინი. დულოქსეტინი არის ნორადრენალინის და სეროტონის უკუნიტაცების ინჰიბიტორი, ანუ ეს სხვა კლასის ანტიდეპრესანტია კიდე, რომელიც ერთ-ერთი ძლიერია და მნიშვნელოვანია და ეგ არა მარტო აი ამ ნეიროპათიულ ტკივილის გადაცემას ამცირებს, არამედ დეპრესიასაც ხსნის. მაგალითად თუ კი და შედარებით თან ნაკლები გვერდითი ეფექტები აქვს. შესაბამისად, დულოქსეტინიც ერთ-ერთი კარგი პრეპარატია, რომელიც ამ დროს გამოიყენება. ვენლაფექსინი არის ესეთი ანტიდეპრესანტი კიდე, რომელიც ასევე ნორადრენალინის და სეროტონის უკუნიტაცების ინჰიბიტორია და ეფექტურია ამავე დროს და საკმაოდ ეფექტურია. ოღონდ გვერდითი ეფექტი აქვს, რომ სისხლის წნევა შეიძლება გაზარდოს მნიშვნელოვნად, რაც ძალიან არასასურველი გვერდითი ეფექტია. ამიტომ უმეტესად თუ კი მართვადია ამიტრიპტილინზე არიან ხოლმე ან დულოქსეტინზე, ეგორია საუკეთესო ვარიანტი, როცა ნეიროპათიული ტკივილია. როცა კვებითი დარღვევებია, ამ დროსაც გამოიყენება, მაგალითად ბულემიის დროს, ბულემიან ნერვოზის დროს, როცა ადამიანი ჭამს ძალიან ბევრს, მერე აწუხებს დანაშაულის გრძნობა, მერე ან გულს ირევს, ან უზომოდ ვარჯიშობს, ანუ კომპენსატორულ ქცევას აკეთებს. ეს დამანგრეველია ორგანიზმისთვის რეალურად ეგეთი ქცევა და ან გულს ირევენ ხოლმე ესეთი ადამიანები და უკონტროლოდ ჭამენ კი არ ნიშნავს, რომ თქვათ ერთი ნაჭერი პურის ნაცვლად 2 შეჭამს, არამედ ერთის ნაცვლად შეჭამს 10 და ვერ ჩერდება და თან ზოგჯერ მაშინაც ჭამს, როცა უკვე ფიზიკურად სავსეთ გრძნობს ადამიანი თავს. ძალიან და მერე მუდმივად დანაშაულის გრძნობა აწუხებს. გონია ადამიანს მუდმივად, რომ მე აი მსუქანი ვარ, ცუდად გამოვიყურები და ესე ანუ სხეულის საკუთარი სხეულის აღქმა აქვს დარღვეული და რეალურად დამანგრებლად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე ეს. ამ დროსაც ანტიდეპრესანტებს გამოიყენებენ და ეგეთ დროს ფლუოქსეტინი მიიჩნევა საუკეთესოდ და ზოგ შემთხვევაში შეიძლება სერტლაინს გამოიყენონ, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ფლუოქსეტინი, რომელიც ძალიან ეფექტურია და FDA-ის მიერაც აღიარებულია ეგეთ შემთხვევებში, როგორც მკურნალობის საუკეთესო საშუალება ამ კვების და აკვიატებული იდეების სხეულის დისმორფიზმის შესახებ ამცირებს აი ამ აკვიატებებს და იმპულსების კონტროლს აუმჯობესებს. შესაბამისად, ადამიანი უკეთ ხდება და აი ეს ემოციურ კვებას მნიშვნელოვნად აკონტროლებს ფლუოქსეტინით. კითხვები არის ხოლმე, რომ ანორექსიის დროსაც თუ არის ეფექტური ანტიდეპრესანტები, ანორექსია არის, როცა ადამიანები ძალიან რო ხდებიან, აი ზედმეტად გამხდარი ადამიანები რომ არიან, რომლებიც არ ჭამენ, შიმშილობენ და არიან ძალიან გამხდრები და რო კითხო არ გონიათ თავი ეგეთი გამხდრები, როგორც სინამდვილეში არიან, მათაც დარღვეული აქვს სხეულის აღქმა, საკუთარი სხეულის აღქმა. ამ დროს ანტიდეპრესანტები ნაკლებ ეფექტურია, თუმცა ზოგ შემთხვევაში იყენებენ, მაგრამ ისე რა, ან საშუალოდ ეფექტურია, უფრო ფლუოქსეტინს იყენებენ ხოლმე, მაგრამ დიდი ეფექტურობა არ აქვს, რაღაც დონეზე კი. და ახლა ვინაიდან რამდენიმე ანტიდეპრესანტი ვახსენეთ, ბევრი
გახსენეთ, ხო? ანუ სხვანაირები და როგორ კლასებად არის დაყოფილი, იმიტომ რომ ეს უჭირთ ხოლმე ადამიანებს, რომ აი რას ნიშნავს ანტიდეპრესანტების კლასები. მოკლედ, გვაქვს 5 ძირითადი კლასი. პირველი კლასი არის სეროტონინის სელექციური უკუმიტაციების ინჰიბიტორები. აქ შედის ფლუოქსეტინი, სერტელაინი, ეციტალოპრამი მაგალითად, რაც ნიშნავს მარტივად რომ ვთქვათ, სეროტონინის დონეს ზრდიან თავის ტვინში. ხო, მოქმედებენ თუ არა სხვა რამეებზეც? ძალიან ცოტათი მოქმედებენ და მაღალი დოზებით თუ მისცემ, მცირედით დოფამინს ზრდის, ნორადრენალინის ზრდის, მაგრამ ცოტათი. მნიშვნელოვნად არა, მნიშვნელოვნად და პირველადად მოქმედებენ სეროტონინზე. აიმიტომ ქვიათ სეროტონის უკუმიტაციების ინჰიბიტორები. მეორე კლასი არის სეროტონინის და ნორადრენალინის უკუმიტაციების ინჰიბიტორები. ანუ აქ არა მარტო სეროტონის დონეს ზრდიან ეს პრეპარატები, არამედ ზრდიან ნორადრენალინის დონესაც. აი ეგ არის განსხვავება და ის თუ მაგალითად უბრალოდ ასტაბილურებს ხასიათს, ეს ამას ცოტა უფრო მეტად ენერგიაზეც მოყავს ადამიანი. მოკლედ ეს არის მთავარი და ნუ ტკივილსაც ამცირებს. ესეც მნიშვნელოვანია ნევრალგიურ ტკივილსაც ამცირებს. ამიტომ არის რომ დულოქსეტინი და ვენლაფექსინი შედის აი ამ ჯგუფში მაგალითად, რომლებიც ნორადრენალინის და სეროტონინის დონეს ზრდიან. ანუ ეს არის მეორე ჯგუფი. ეს პირველი ორი ჯგუფი სეროტონის უკუმიტაციების ინჰიბიტორები და სეროტონის ნორადრენალინის უკუმიტაციების ინჰიბიტორები მიიჩნევა მოკლედ ერთ-ერთ ყველაზე ხშირად გამოყენებად ჯგუფად და მოიცავს ძალიან დიდ სპექტრს დაავადებებისას და დარღვევებისას, რომლის დროსაც მათი გამოყენება შეიძლება. ესენია შედარებით უფრო ახლები. ამად გარდა გვაქვს ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მაგალითად ამიტრიპტილინი არის კლასიკური მაგალითი. ამიტრიპტილინიც ზრდის სეროტონინის დონეს და ნორადრენალინის დონეს, მაგრამ სხვა მექანიზმით ზრდის და სხვა რამეებსაც აკეთებს, მოკლედ ჰისტამინზე მოქმედებს, ქოლინერგული მოქმედება აქვს და სხვა რეცეპტორებზეც მოქმედებს, ამიტომ არის რომ დამშვიდებას იწვევს, მოთენთილობას იწვევს, სისუსტეს და სედაციას და ამიტომ ორგანიზმზე დამთრგუნველი მოქმედება აქვს. ამიტომ არის რომ შედარებით იშვიათად გამოიყენება. ნუ ნეიროპათიული ტკივილების დროს გამოიყენება, იმიტომ რომ ადამიანი დაბალი დოზებითაა საჭირო ნეიროპათიული ტკივილის დროს, ამიტომ ნაკლები გვერდითი ეფექტები აქვს და ახლა დეპრესია როცა აქვს ადამიანი ის არასასრული გვერდითი ეფექტები არ გვინდა, როგორიც არის სედაცია, დამშვიდება, ისეთ დამშვიდებული შენელებულია ადამიანი მაგ მხრივ, ხო, ანუ სევდიანათაა თავისუფლად არაფერი არ უნდა და კიდე დამატებით ესეთი ეფექტი არასასრულია ამ დროს, ამიტომ ნეიროპათიული ტკივილის დროს უფრო მეტად გვჭირდება ესეთი ანტიდეპრესანტები და ნუ როცა დამშვიდება გვჭირდება მაგ დროსაც შედარებით ეფექტურია, მაგრამ გვერდითი ეფექტების გამო ზოგადად იშვიათად გამოიყენება ტრიციკლური. ან მესამე ჯგუფი არის ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ანუ პირველი სეროტონის უკუმიტაციების ინჰიბიტორები, მეორე სეროტონის ნორადრენალინის უკუმიტაციების ინჰიბიტორები და მესამე არის ტრიციკლური ანტიდეპრესანტები. მეოთხე ჯგუფი არის მაოს ინჰიბიტორები. აი ესენი პირველად რაც აღმოაჩინეს ეგა ფენელზინი მაგალითად, რომელიც ესე იგი ხელს უშლის სეროტონინის, ადრენალინის, დოფამინის დაშლას, ძალიან ძლიერებია, ძალიან ეფექტურებია, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ გარკვეულ საკვებთან მიღება, აი ხორცის, ზოგიერთი ყველის და ასე ზოგიერთ საკვებთან მისი მიღება არ შეიძლება, იმიტომ რომ შეიძლება ისე წნევის მომატება ისე გამოიწვევს, რომ ადამიანის სიკვდილი გამოიწვევს ამან. ანუ ძალიან საფრთხილო პრეპარატია. ამიტომ რომ ძალიან იშვიათად ინიშნება, ან თუ კი სხვა გამოსავალი არ არის, ძალიან ძლიერი რამე ჭირდებათ, მაშინ შეიძლება დანიშნონ მაოს ინჰიბიტორები, მაგრამ ძირითადად არ გამოიყენება, მოკლედ მაგაზე შეგვიძლია თქვა, რომ აი იშვიათად რა რომ რეალურ პრაქტიკაში ვიღაცამ გამოიყენოს, თუ ძალიან სპეციფიური შემთხვევა არ არის, არ იყენებენ ხოლმე. და მეხუთე ჯგუფი არის ატიპიური ანტიდეპრესანტები. ახლა ატიპიურში რას გულისხმობენ, რომ იმ 4-ს, რომელიც არ ეკუთვნის
აი მას დაარქვეს ატიპიური. ანუ დანარჩენი სხვა მოკლედ, აი რომ ამბობენ ხოლმე და სხვა, აი და სხვაში შედის ატიპიური ანტიდეპრესანტები. ატიპიური ანტიდეპრესანტის კლასიკური წარმომადგენელი არის ბუპროპიონი, რომელიც დოფამინის დონეს ზრდის. სხვა შორის ძალიან კარგი პრეპარატია ბევრ შემთხვევაში, იმიტომ რომ ნაკლები გვერდითი ეფექტები აქვს, მაგალითად თქვა წვანში მატებას ბევრი ანტიდეპრესანტი იწვევს დროთა განმავლობაში ხანგრძლივი დროის გამოყენების დროს. ამას არ აქვს ეგეთი ეფექტი, ან ძალიან ნაკლებად გამოხატული. სქესობრივი დისფუნქცია ბევრ ანტიდეპრესანტს აქვს ეგეთი გვერდითი ეფექტი. ბუპროპიონს არ აქვს, ან ძალიან ნაკლებად გამოხატული. შესაბამისად, ანუ და განსაკუთრებით მაგალითად ადამიანებს, რომელსაც აქვს ADHD, ჰიპერაქტიული მდგომარეობა, ხო? ასეთ ადამიანებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო სამკურნალო საშუალებაა სინამდვილეში, აი ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტიული მდგომარეობა, ოღონდ დიდებში, ბავშვებში არა. და ამიტომ ბუპროპიონი ერთ-ერთი კარგი ანტიდეპრესანტია, ოღონდ მიეკუთვნება ატიპიური ანტიდეპრესანტების კლასს. აი ესეთია კლასიფიკაცია, არ არის რთული არაფერი, რომ სეროტონის უკუმიტაცების ინჰიბიტორები, სეროტონის და ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები, მესამე ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მაოს ინჰიბიტორები, მეოთხე და მეხუთე რაც იქ ვერ მოხდა, ანუ ატიპიურები. აი არის სულ. ხო, აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა ანტიდეპრესანტებზე. რა თქმა უნდა, გონივრულად უნდა მოხდეს მათი გამოყენება. რა თქმა უნდა, სრულად რეკომენდირებულია რომ ექიმის დანიშნულებით მოხდეს, უბრალოდ ვიდეო არის საინფორმაციო ხასიათის, რათა იცოდეს ადამიანმა რა დროს რა ხდება და რომელი რას აკეთებს და რომელ დროს რომელი ჯობია, ინფორმირებული რო იყოს. ანტიდეპრესანტებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში აქვს თავისი გვერდითი ეფექტები, ამიტომ ამ გვერდითი ეფექტების მართვას ცალკე ცოდნა ჭირდება, ამიტომ არ არის რეკომენდირებული რომ დამოუკიდებლად მიიღოს ადამიანმა ანტიდეპრესანტი თვითნებური გადაწყვეტილებით, რადგან ანუ გაიდლაინების მიხედვით ჭირდება მას მართვა. ამიტომ ანტიდეპრესანტების მიღების დროს სიფრთხილეა საჭირო, თუ იღებთ რაც შეიძლება მეტ ინფორმაციას გაეცანით, ასეთ შემთხვევაში იქნებით მეტად დაცულები. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ.